ვერის ბაღში საპროტესტო საზოგადოება ზუსტად ამ წუთებში იკრიბება. ისინი აქ არიან მოსულები. მანამ სანამ გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და სიმბოლურად დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ბრძოლა, რომელიც საუკუნეებია გრძელდება, აუცილებელია, რომ მიიყვანონ ბოლომდე. ამიტომ ამბობენ მორიგ ჯერზე იმასაც, რომ ოკუპაცია არის დროებითი, ბრძოლა კი არის განგრძობითი ხასიათის, რადგან ის ყოველ მიზეზ გარეშე გამარჯვებით უნდა დასრულდეს. მათ აქვთ აქ უკვე გარკვეული ტიპის სამზადისი დაწყებული და აქვთ გეგმა იმისა, თუ როგორ შეიძლება გადავიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ნუკი თეგაძე არის ჩვენთან ერთად, ახლა აქ ხედავთ ტიტებს და როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, მათ შორის ეს აქცია არაერთი თვალსაზრისით. ნუკი, გითხარი, როგორი არის თქვენი გეგმა, თქვენი მთავარი სათქმელი და საზოგადოებისათვის ისედაც ცნობილია დღევანდელი თარიღის სიმბოლურობა და მნიშვნელობა, მაგრამ კიდევ ერთხელ გითხარი ამ მარშის მნიშვნელობაზე. მოგესალმებით, 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან და ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ქართველი ერისთვის, რადგან ქართველმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, დღეს მათი ხსოვნის პატივმისაგებად და კიდევ ერთხელ იმის სათქმელად, რომ ბრძოლა, მათი დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ჩვენი ვალდებულება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ, რადგან ჩვენ ვართ მაგ ადამიანების მემკვიდრეები და აქედან მომდინარე სიმბოლურად გვაქვს აი ეს ყვავილები, რომელიც მსვლელობის დროს გვექმნება და შემდეგ აი ამ ყვავილებით გვინდა რომ პარლამენტთან შევამკოთ იუნკერების საფლავი და კიდევ ერთხელ უთხრათ მადლობა გაწეული საქმისთვის, იმ გმირობისთვის და თავდადებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის გამო გაიღეს და სიმბოლურად იქნება ეს მსვლელობა, რომელიც 8 საათზე დაიწყება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნუკი თეგაძეს უსმენდით, ის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც მან შეაჯამა სამშობლოსათვის დაღუპულ მოკლულ გმირებს მიაგებენ ახლა პატივს ისინი დღეს და ეს მარშიც სიმბოლურად ამას მიეძღვნება. ასევე გითხრა თუ როგორი იქნება გამოხატვის თვალსაზრისით მათი ფორმები, ასევე დაგვიდასტურა, რომ იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი ის გზა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ ვერის ბაღიდან. ირაკლი შონია არის ახლა ჩვენთან ერთად. ირაკლი, ჩვენი ქვეყანა მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მათ შორის მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. თქვენი პერსონალური სათქმელი როგორი არის ამ პროცესში, რადგან მუდმივად არსებობენ ადამიანები, ძალები, რომლებიც აი ამ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. უპირველესად ვიტყვი, რომ დღეს იგეგმება ფართომასშტაბიანი მარში და დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური არის იმის, რომ ქართველი ერი არასოდეს შეეგუება არც ანექსიას, არც ოკუპაციას და სანამ იქნება ქართველი ხალხი, მანამდე ყოველთვის იქნება დაცვა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და ვფიქრობ, რომ ის დღეს ეს უმძიმესი პერიოდი, რომელსაც ჩვენ გავდივარ დღეს, ღირსეულად გავივლით მაინც ქართველი ხალხი, ფართო ელექტორატი და დავიცვათ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ და დავიცავთ საქართველოს თავისუფლებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ნინო ჟვანიას ხედავ, ნინო არის აქციების ძალიან აქტიური მონაწილე, ერთ-ერთი ორგანიზატორიც. ნინო, როგორც ვიცი, დღეს განსხვავებული ფორმატის იქნება, ეს არ იქნება მსგავსი შაბათის ფორმატის, არ იქნება როგორც ჩემთვის ცნობილია გარკვეული ტიპის საკრავები, ხო, თუ არის შემისწორე, მაგრამ იქნება სხვა მრავალფეროვანი გამოხატვის საშუალებები. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, როგორ გადაინაცვლებთ რუსაველის გამზირისაკენ, რადგან დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია და ეს ისტორიული ასპექტები ალბათ წინა პლანზე კიდევ იქნება წამოწეული, ხო? ჩვენ სპეციალურად გვინდოდა ეს განსხვავებული დღე ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ შაბათის მარშებზე მიუხედავად იმისა, რომ ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ხდება, რაღაც ყოველთვის გვინდა რაღაც ზეიმის ხასიათი ჰქონდეს. დღეს საკმაოდ მძიმე დღეა ჩვენს ისტორიაში, მოგეხსენებათ 105 წლის წინ მოხდა საბჭოთა ოკუპაცია საქართველოსი და იცით ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული, რომ იმის მაგივრად რომ აი ამ დღეს ჩვენ უბრალოდ მივაგებდეთ ჩვენს გმირებს პატივს, ვიხსენებდეთ მათ, ჩვენ ასევე გვიწევს კვლავ და კვლავ პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ არ მოხდეს საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. გავემართებით აქედან უკვე ყოველგვარი ესეთი ხმოვანი ეფექტების, ყოველ შემთხვევაში დოლები არ იღებენ მონაწილეობას და ამ ზეიმის განწყობის გარეშე გავემართებით რუსთაველისკენ, მოვიგონებთ ჩვენს დიად გმირებს, რომელთა გარეშე მაინც დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მივალთ ბოლოს რუსთაველზე, სადაც დავდებთ ტიტებს, დავანთებთ სანთლებს და კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს გმირებს, რომლებიც აი დაახლოებით იმ ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნი. დიდება გმირებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.